გადავწყვიტე, რომ პირდაპირ მოვათავსო ნაქსოვი ამ მასაში. ჩემი ნაქსოვი ყელსაბამი ვარდები ხომ გახსოვთ, რომელიც არაქნესთვის შევქმენი. ხო და გუშინ ვფიქრობდი, რომ სხვა ყვავილებიც უნდა დამეტესტა და ასეთი ორქიდეაც გავაკეთე. ეს პირველი მცდელობა იყო და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ დასახვეწია, მაგრამ იდეა ჯერჯერობით ძალიან მომწონს. მაგრამ მაქვს ერთი პრობლემა. ვარდისგან განსხვავებით, ეს ნაქსოვი, როცა ყელზე ვიკეთებთ, თითქოს ფორმას კარგავს და ცოტა იკეცება. რაღაც ეფექტი მაინც აქვს, მაგრამ ისეთი არა, როგორც მე მინდა, რომ იყოს მაქსიმალურად გაშლილი და დაფიქსირებული თავის ზომაზე, მაგრამ რადგან ნაქსოვია, როგორც იცით, ნაქსოვი უფრო დრეკადია და ფორმასაც კარგავს. ხო და ChatGPT-ს ვკითხე, რა გზები არსებობს იმისთვის, რომ ნაქსოვი ისე დავაფიქსირო, რომ ფორმა არ დაკარგოს თქო და მირჩია რაღაც საინტერესო ხერხი, რომელზეც ადრეც მსმენია, მაგრამ არასდროს მიცდია. ამისთვის დაგვჭირდება სახამებელი და მოდით ახლა ერთად დავტესტოთ, თუ როგორ შეძლებს აი ეს ნაქსოვი გადაიქცეს ისეთ პროდუქტად, რომელსაც შენარჩუნებული ექნება ფორმა. ახლა წაგიკითხავთ, რა მეთოდი მირჩია ChatGPT-მ და თან სკრინსაც დავურთავ თქვენთვის. ერთი ჩაის კოვზის სახამებელი გახსენით 9 ჭიქად სიუ წყალში, დადგი დაბალ ცეცხლზე და მოურიე სანამ უდნავ არ გასქელდება. შემდეგ გააციე, ჩაალაგე ნაქსოვი რამდენიმე წამით, ამოიღე, ოდნავ გაწურე, დადე სასურველ ფორმაში, მაგალითად პირსახოციან ქაფის დაფაზე და გააშრე. გაშრობის შემდეგ ფორმას კარგად დაიჯერს. მე გამოვიყენებ სიმინდის სახამებელს, რადგან მხოლოდ ეს მაქვს. როგორც რეცეპტშია დაგვჭირდება 1 ჩაის კოვზი. დავუმატე 9 ჭიქად სივი წყალი და ახლა მოვურევ და კარგად გავაერთიანებ. ძირზე ეკრობა სახამებელი, რა საშინელებაა. და ეს უნდა შევათვოთ მანამ სანამ ცოტა არ გასქელდება. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ასეთი კორკოშელები გაიკეთო. არა, მგონი შესქელდა. შესქელდა ჩვენი სახამებელი და გამოიყურება წებოსავით. ძალიან საინტერესო კონსისტენცია აქვს და პირველად ვცადე ამის ასე მომზადება. ჩემი სახამებლიანი მასა ოდნავ გაგრილდა და მოდით ახლა დავიწყოთ პროცესი. გადავწყვიტე, რომ პირდაპირ მოვათავსო ნაქსოვი ამ მასაში, კარგად ამოვავლო და შემდეგ ვეცადო, რომ გავწურო. ამოვიღე და ძალიან უცნაურად გამოიყურება, საკმაოდ მძიმეა და თან ლორწოვანი. გადმოვიღებ ხელსახოცზე და ვეცდები, რომ ჯერ ხელით გავწურო. უკვე ბევრად უკეთ გამოიყურება. ჯობდა ჯამში ჩამეწურა ეს მასა. ხელსახოცით ასევე კიდე შევამშრალებ. არაფერს უნი არ აქვს. ასეთია ჩემი ორქიდეა ამჟამად და გადავწყვიტე, რომ ფენით გავაშრო, იმიტომ რომ მთელი ღამე ამის ლოდინს არ ვაპირებ. მოვიტანე ჩემი ფენი და ახლა ცივი რეჟიმით ვეცდები, რომ ცოტა შევაშრო. მოკლედ, საკმაოდ დიდი ხანი ვაშრობდი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის გამშრალი. უმჯობესია თუ მთელი ღამით დატოვებთო და დილით უკვე იდეალურად იქნებაო, მაგრამ მე რა თქმა უნდა მოუთმენელი ვარ და ამიტომ მაინც ვცადე ფენით. ახლა ვნახოთ ჯერჯერობით როგორი შედეგი მივიღეთ. მე მგონი გამოვიდა 1 წუთით, მაქსიმალურად კარგად ჩანს მგონი. ხო გახსოვთ ვიდეოს დასაწყისში როგორ გამოიყურებოდა და როგორ მოძრაობდა ეს ფოთლები. შეგიძლიათ გადაახვიოთ და შეადაროთ. ახლა გავიკეთოთ ყელზე. ხელს რო კიდევ არის საკმაოდ სველი ჯერ კიდევ, მაგრამ ფორმას რაც შეეხება, უკეთ ინარჩუნებს აშკარად. მე მაინც დაველოდები ხვალ და წესით უკეთესი შედეგი უნდა მივიღოთ, თუმცა ახლა რასაც ვუყურებ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს მეთოდი ამართლებს და ნამდვილად აფიქსირებს ნაქსოვს. ამ ორქიდეაზე მუშაობას კი ჯერჯერობით გავაგრძელებ, იმიტომ რომ მინდა რომ იდეალური ფორმა მივიღო. ისე ვინმე თუ იცით კიდევ რა ხერხებით შემიძლია ნაქსოვის დაფიქსირება, აუცილებლად დამიკომენტარეთ და ვცდი თქვენთან ერთად. და ასევე ისიც მაინტერესებს, რას ფიქრობთ საერთოდ ამ ორქიდეის ყელსაბამებზე.